მოკლედ მოგესალმებით მეგობრებო, ხვალ არის დრაგი და დრაგზე მივდივართ და მანქანაში ხა საწავი უნდა მოვიღო. რა ხდება? მოკლედ საწავი უნდა მოვიღოთ ეხლა რა, ჩვენი მანქანიდან და სპირტი უნდა ჩავასხათ და უნდა გადავანასტრო იყოს და ხვალ ნახოთ რას ვიზავთ რა. დავედი ეხლა. შემოგთავაზებთ. არა ბიჭო ეგ ძაანა არ ჩადის დაგვერხა მაგრატში. დაგვერხა მაგრატ. არ ჩადის. ეხლა ჩასული. მოკლედ ვერაფერი ვერ გავაკეთეთ და ცოტა სივლის, ცოტა რა ხვალ სანამ ჩავა იქამდე 100 მილი არის და იმედია დაიწება იქამდე საწავი და ხვალ რო ჩავა იქ ადრე ჩავა. და ხვალ იმას იზავს რო ხია, გადაანასტრო იქ დილით და იმედია მოასწრებს რა. ხვალ კიდე მეც რაღაცას ეგრე 1 საათში ავალ. ეს როა 1 საათის მერე მიავალ და განახებთ კიდე რაღაცა ეს ვიდეოს რას ვიზავთ როგორ ვივლით რა იქნება. მოგესალმებით მეგობრებო. დღეს ვარ დრაგზე პოკონოში ემბაქსზე და ძალიან ცუდი არის რომ რა მანქანითაც უნდა წამოსულიყავით, იმ მანქანით ვერ წამოვედით, ვერ დავტუნეთ და ნუ პროცესს საყურებლად მაინც წამოვედით, ხო და იმ მანქანას დიდი ალბათობით საღამოს მაინც დავტუნავთ და ნახოთ რა იქნება რა. ძალიან მაგარი მანქანები იჩნდება, კაი მანქანები შემოვიდნენ და ჩიგით არ შევალთ, წესით კაი დრაგი გველოდება რა. მე ის მომწეს როქია ბიმერმა, ნიუჯასი ბიმერმა მომცა საშვიში გინ შემილია შევიდე რა. მომავალ დიდი ალბათობით ამ დრაგს ავიღებ ჩვენ სიმონ და ჩვენ ვიგაზავით, აქ იქნება თემოსტორის დრაგი. მე თქვენ გვირდებით. როჩე მერსედესზე მაგარი მანქანა ქარცერთი არის. კლად კიდევ რა შეიძლება გითხრათ ის არის რომ საქართველოში ჩამოვა სადღაცა სექტემბრის ბოლოსკენ Toyota Supra ჩემ ძმას ეყოლება Final Edition-ი და როგორც იცი საქართველოში ეგ Final Edition-ი არ არის, ერთი იყო და ისიც დაშალეს, დამწვარი იყო და ერთ-ერთი Final Edition-ი ჩამოვა საქართველოში და მაგარი უცხო მანქანა, იდეაში დაკიდების სისტემა აქვს სხვა და პატარა-პატარა რაღაცებია განსხვავებები რა. აუ ეს რა, კარგად ყო საწყობილი და ძალიან ბევრი რაღაცებია გაკეთებული ამასც. ოპა. ჩემ. ეს რა არის ნეტა? ესაც ძალიან იშვიათი M3-ის ვაგონი. ძალიან დერსკი მანქანა. კარმოფაიბა. ეს კიდე F80-ის ვაგონი არის.
ძალიან იშვიათი და ძალიან განსხვავებული მანქანები იჭდება და ვესტები ყველა გადავიღო. ეს კიდე ქართულის მანქანა არის, გეცოდინებათ ეს ბიჭი. აბო, ძალიან დღეს კი M3 CS-ია. Sir, is that a DG? Yeah, DGI. Is that a pocket 3 or pocket 4? Yeah, pocket 3. ძალიან კაია. ძალიან მაგარი მანქანა. და ეს კიდე RS3 კარბონებში არის კარებებიც, კაპოტიც, ვაფშე ყველაფერი კარბონშია. აი ეს არის მანქანა, რომელსაც ვიყოლიებდი აქ, რაც აყენია ყველა მანქანა. ერთადერთი. სიამოვნებით მინა ოცნების მანქანა. უბრალოდ კამერას წესიერად ვერ ვიღებ, იმიტომ რომ თვალს ვერ ვაწვდენ. ვერ წყვეტ. ეს კიდე სუპრა არის პოდიკიცი არის და ძალიან მაგარია. ძალიან ლამაზია. სინგტურბო არის. ძალიან მაგარი მანქანა არის. ეს არის მანქანა, რაღაცა 300-იანი მანქანებით რო დადიხართ ჩემი. კომენტარით. ეს არის 1700-იანი M4 competition-ი. ეს იმ დღეს ვიყავით შეკრებაზე და იქ გაიჩით. ძალიან მაგარი ეს გაიჩით ასიმა. ბიჭო, ამას იმენა 135-ით, ირაკლისა 135-ით ჩემ. ძალიან ზერსკია ხო არ გადაო, ვაფშე სხვა ლეველია. ინახნიათ. მოთმინების ფიალა ამესო ფერარი მინდა. აი ეს გაკეთებული. I got two of them. ძალიან მაგარია. But this is still like my project. Let me find my. ძალიან მაგრად არის შესრულება. Nice. I'm in the PA2. ვარგა. ძალიან მაგარია.
მალე მოიხოდება დუგია როსტომიჩი პერფორმანსი და გამოვა შემდეგ სეზონში. კიდე ეხა დრაგზე გამოსვლა? ძალიან ცუდად. ფეხით სად გავიდე, რა გინდა ეს ნერვებს უშლის. მოგესალმებით. დაგირეკა. არა. მოგბაზგა. რა კაი გასაჩერებელი ადგილი აქვს. აი საქართველოში ესეთი დრაგი რო იყოს სადროებს დადებდნენ ტიპები. ახოდუ ეხა მე რო ვიყო ამერიკიდან მოკითხო ბიჭებს ესეთი დრაგი თქვენთვის იმენა კაი იქნება, ალალი იქნება. საწყალი 335 უდგება GT-ს. LS-ია turbo. ოჰო! სანძერსკია თო. აგეთმაო. აუშავე. ის არის Mercedes კომპრესორი Bugatti-s ნაწილებით. ვეირონის სიმაზე ხო ჩაჩოზე. აქვს კომპრესორი გასვაპული. საღოლ. წავიდა. Bugatti-მა ჩაუტარა. ო! საღოლ პორშეს. შეხედე ჩემ. ო, ელესია. просто მაგარსინის ისე. მოკლედ ორი სიტყვით და ერთი გაგებით. მოგესალმებით. ესეთი დრაგი არ ვარგა და როგორი დრაგი საიკაი ჩვენ გავაკეთეთ. დრაგზე? არ შეიძლება. მიდი შეიგინე და თუს დავადებ. მაშინ ნათქვამია. შეიგინე მიდი რა. მაგარი დრაგია. ზერი ამას დავადებ რაღაცა. ბევრად ხარისხიანი დრაგის გაკეთება შეუძლია თემოს ჩემ ძმას. ზარი არა, უეჭველი გავაკეთებ კაი დრაგს. მომოვაზეს იქნება კაი დრაგი. ეხლა უბრალოდ დრაგის საშუალება არ არის, თვითონ დრაგს არ სალია და მაგიტომ რა. ორ შემოდის. გინახუნიათ მეგობრებო. არჩე არ მოგწონს რა. ანუ როლ რეისინგი არის 60 მილი და ნაჭერენი რა. და ვირამდენს დადებს, დენით წავა ყველაზე მეტიც მაგაზია შეჯიბრი რა. საღოლ! რა ჩაუარა? ეს წვანა იყო 1700 ხენიანი ემოთი. მან დააფიქსირე რომ ამ მე M4-ს ეყენა კომპრესორის ასპექტები. მოკლედ მორჩა დრაგი. დიდად ვერ გავერთეთ, ერთადერთი კაი რაც იყო რომ გამოვედით გარეთ ერთი დღე დავისვენეთ, გამოსვლით იქ ქონდა და
რაღაც ეგზოტიკური მანქანები და რაღაც ეგზოტიკური მანქანების გაიჩნდა ვნახეთ განსხვავებული მანქანები და ერთ-ერთი მაგან გაასწორა რა დრაგს რაც შეეხება დრაგი იყო სადღაც მგონი 60 მილიდან ადგავდნენ და 300 მეტრში თუ 400 მეტრში ვინ უფრო სწრაფად გაივლიდა რა ანუ საქართველოში როგორი დრაგი სტარდება იქ არისო როლ რეისინგი იყო და ვაფშე არ მეზიდავს ეგეთი ბიმერი ატარებს ხა ოქტომბერში ბიმერზე აუცილებლად გამოვართ ბიჭები და იმედია რომ მომავალ წელს ჩვენც ჩავატარებთ დრაგს და ჩვენი დრაგი იქნება განსხვავებული ადგილიდან იქნება შესწრებაზე და ესეთი არ იქნება რა წავედი მოკლედ და გამოიწერეთ ჩემი არხი გამოდი, მოვიდა, მოვიდა. საყო ჩემი